ვიცით, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ჯარი და ეკონომიკა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და სოციალური ერთიანობა. რუსეთი ამას ყველაზე კარგად ხვდება და სწორედ ამ 4 საყრდენს უტევს. მაგალითად, საზოგადოების ერთიანობას წარმატებით ებრძვის პროპაგანდით და დეზინფორმაციით. რუსეთი ამის დიდო სტატია და მეფის რუსეთის დროიდან მოყოლებული ჩვენზე სხვადასხვა მეთოდს ტესტავს. ბოლო წლებია ყველაზე აქტიურად ცდილობენ ჩვენი ისტორიის გადაწერას. ამაში მათ ქართული ოცნებაც ეხმარება. ალბათ მიხვდით 2008 წლის ომის თემას გულისხმობ. ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. ვის აწყობს ამ ომის დაწყება, რომ საქართველოს დაბრალდეს. და 1992 წელსაც საქართველოს დაიწყო აფხაზეთში ომი თუ 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენ თვითონ გავაუქმეთ და ბოლშევიკებს კარი თავადვე გავუღეთ. ზოგჯერ სწორი პასუხების საპოვნელად მარტივი კითხვების დასმა საჭირო. თუმცა ამ მარტივი კითხვების დასმასაც სჭირდება პროპაგანდის და დეზინფორმაციისგან თავისუფალი გონება. და ახლა ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ზოგი deep state-ზე საუბრობს, ზოგს გლობალური ომის პარტია აშინებს, ზოგს გონია, რომ ევროპა გეობას გვაძალებს, ვაქცინებით გვჩიპავენ და საერთოდ მალე ციფრულ მონებად გვაქცევენ. მოდით ლიეტუვას შევხედოთ. იქ საზოგადოება და მთავრობა ერთად ებრძვის საინფორმაციო ომს, ამისთვის არსებობს 1000 გვარი საგანმანათლებლო ინფორმაციული პროგრამა. იქ ხალხს არ უტოვებენ შესაძლებლობას, რომ ტვინი რუსულმა პროპაგანდამ გამოურეცხოს. ამ დროს რა ხდება საქართველოში? ქართული ოცნება თავად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას და პარალელურად ებრძვის ყველას, ვინც ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობს. ასევე ქართული ოცნება მუდმივად იმეორებს იმას, რომ სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ გადასცა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები. კი ბატონო, ეს სია ნამდვილად გრძელია, მაგრამ რამდენად ათავისუფლებს ეს ფაქტი ქართულ ოცნებას საკუთარი პასუხისმგებლობისგან. თუ სტრატეგიული ობიექტები მტრის ხელშია, მაშინ მეტი სიფრთხილე არ გვმართებს?